გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით. ხომ თქვი საბნები უნდა შევინახო და შევალაგო მეთქი და დავიწყე რაღაც საქმეები. მანამდეც რაღაცები ვაკეთე და ცოტა ვარ უკვე გადაღლილი არეული დარეული, მაგრამ არა ვშავს, მოვედი ისე როგორც მოვედი. ძლივს ნახეს. ძლივს რა აგენ მქონდა კი ვიცოდი, მაგრამ იმდენი რაღაცები მაგში იყო. ეს საგანი ჩავაბძანო. თავისია ეს და ერთი არ მაქვს ის გაზა საწოლების და ეს კევიზე, მაგრამ ამის შენახვა პრობლემა. ამის რა ქვია, კარადების თავზე კიდე არ მიყვარს ის შემოლაგებული, რაც მაგ იგიც მარტო მაგნეთი და ასეთი და წაიღო ეხლა კი ჩავალაგე. კარგად გავამზადე, მაგრამ არ ვიცი სად შევინახო. ამ ორივე სათავსოები აქვს, მაგრამ შიგნი მაქვს რაღაცეები და არ ვიცი აქ ვერაფრით ვერ ჩავალაგებ მე. მაგრამ რომ მოვალაგო რაღაცეებს ვნახო თავისი ადგილი, შეიძლება რომ ესეც გამოვიდეს. დღეს ამ საქმეს გავაკეთებ და ეგეც თვითონ აღარ არის გამოიდარა და შეიძლება რომ რაღაცა სხვა საქმით დავკავდე ეხლა მე. ესეც არ გავდება. ცალ ხელით უნდა ავაკეთო. იქ სულ მაქვს მაგისტრი და მისი აქსესუარები. ეს რომ არ მქონდეს, ეგეც რომ ხელარამია, რომ აქედან ჩალაგებული მაქვს თქვა ყველაფერი, მაგრამ განა ეს ამოვაგებული არ მაქვს, ალაგებული, მაგრამ რომელიც დრო გავა, მაინც კიდე ყველაფერს ხელი უნდა. ეს ის არის, არ ვიცი, ეს იქეთ რა. საერთოდ არ ვიცი რა არის. მგონი მანქანა ესა. ველიტილოთი ამოვწმინდა. რამდენი სათავსო უნდა გქონდეს ვინაში, რომ იყოს. ახლა მოწმინდილიც მაქვს და დალაგებული, მაგრამ მაინც სამოვწმინდა, რომ რამე არ დარჩეს. ყველაფერს ვერ გადახვდი, საჭიროა. ნება ის ჩავავდით და უნდა მეჭობა. ის კაია ჩინური ისინი რომ არის ჰაერს რომ ტუმბას. მაგარია, მაგრამ ეხლა ესეთ რაღაცები აქვს, რომ მართლა რომ არ გჭირდება, მაგრამ მისთვის ვინახავ, იცი ასეთ რაღაცებში. ასაღებად ჩაალაგებ, წაიღებ და მერე თუ გაგუჭდება გზაში, სულაც გადააგდებ. აი, მაგიტო ვინახავ, თორემ რა თქინდა ეხლა ესენი მე. ამას სულაც ზევით შევანახე. არ მიყვარს მეთქი ზედმეტი ნივთები, მაგრამ არ გჭირდებოდეს გადაყვეს სულ. ნახავ რომ რაღაცაში გჭირდება მაინც. იმიტომ რომ რა ვიცი, დღეს ნახვალ არაფერს არ ვაკეთებ, მაგრამ რომ რამეს დავაპირებ, ახლა უნდა გადავაგდო და მერე უნდა ვიყიდო. ადგილი მითხარით, რომ მართლა ყველაფერს ხომ ვერ გადავყრე.
ეს იხსნება, ეს არ იხსნება და აქეთ კიდე იხსნება, მაგრამ იქ ლეიბები მაქვს. ხორათი მინდა ეხლა ამდენი ლეიბი და საბანი, მაგრამ როცა ჩამოდიან ჩემი შვილები ან დედა ჩემი მოდის ან ჭირდება და ერთი დღისთვის ხომ ვერ იყიდი და ვერ გადავაგდე. ახლა მჭირდება. რა ვიცი, როდის მომიფიქრებ და მაგ ბაზასაც გავაკეთე. მოფიქრება რა, მოფიქრებით ამ წუთასაც მომიფიქრებ, მაგრამ როდის გავაკეთებ, არ ვიცი. არა, ყველაფერს ჭირდება. ყველაფერს ხელი ჭირდება და ყველაფერს კიდე ფული ჭირდება. ისე არ კეთდება რამე და. თავისით რამე არ კეთდება და. თავისით რომ რამე კეთდებოდეს. ერთი რამე მაინც. ხომ გაიქნება. იმაში უკვე დავიხარე. არა, მანამდე დავხვეტე და მიმოვიგე ქენი ახლა მარტო. მოსაწმენდი მაქვს. თან ცხელა, თან ადვილად ვიღლები. მოკლედ, არ ვიცი. რომ არ მჭირდებოდეს არცერც არ შევინახავ, მაგრამ აქ რომ შარშანში პალიერი გავაკარე და ნიატაკიც გამოვცვალეთ, სულ ყველაფერი მტვერი იყო. სულ. ხო და ყველაფერზე მქონდა გადაფარებული ეს ცელოფნები. ძველი თეთრეულები, რომელსაც საერთოდ აღარ ვხმარობდი. აბა დინაში ამასაც წაიღებ ახლა. გარეთ ვერ გაიტანა, ივანზე ვერ გაიტანდა. რამენაირად ხონდა, ასე ჭირდება. რა ვიცი, წელსგანა ვერაფერს ვერ გავაკეთებთ, მაგრამ აივანი მქონდა წელს გეგმაში პატარა და მაგაც რომ რამე სამზარეულოში რაღაცებს გადავაფარებ მეთქი და დაცული იქნება იმდენს მტვერს არ მოიდებს და არ ვიცი, მე მგონი წელს მაგასაც ვეღარ მოახერხებს და არ ვიცი. სულ არ ვიცი ის ვიძახი, იმიტომ რომ არ ვიცი. არ ვიცი ხალხო, არ ვიცი. დავგეგმავთ, მაგრამ მე ვერაფერს ვერ ვაკეთებთ და არ ვიცი. შემოსასვლელში მინდოდა გარდერობის შეკერვა და გარეთ აივლის, მაგრამ ჯერჯერობით ვერც ერთი ვერ ხერხდება. ხო და რა ვიცი, ოდესმე ხომ ხერხდება, ოდესმე ხომ რაღაცა იქნება. არ ვწუწუნებ მეგობრებო, ეხლა ამის დალაგებაში. დაუჯექი დავიღალე თან ვამბობ და თან ისა რომ გია ხო თემას მოყვა ეხლა და ვთქვი რომ ჩასალაგებია და აუცილებლად საჭირო ამეთქი. არ ვწუწუნებ, რა ვუყო. იქნება საშუალება გავაკეთებ. არ იქნება საშუალება და ვერ გავაკეთებ, არც ამისთვის არ დავჭდები ახლა და არ დავიწყებ წუწუნს. ვაიმე რა უნდა ვქნა და რაღაც არ მქონდა აქამდე რომ ვიყავი და თუ გავაკეთე ხომ თრად კაი, თუ ვერ გავაკეთე და რაღაცა იქნება. ეხლა მოუწმინდო იატაკები. მაგასაც ხომ არ გაყურებინებთ ეხლა თქვენ და მოუწმინდოია და გუშინა პადიეზზე მისვლამდე, სადარბაზოზე მისვლამდე ყველაფერი დავალაგე, მაგრამ რა დაგილაგებია და რა არა. ჩემი დაწმენდილი კარფანჯრები ხომ ისევ მოსვლილია გუშინდელი და დღევანდელი წვიმით. მტვერი ხომ ისევ სავსეა ყველგან და მივდგე ახლა და ნელ-ნელა რაღაცები მიმოვალაგო. ჭურჭელი სამზარეულო გენ დალაგებული მაქვს მტვერი და იატაკები და აიმნები მოუწმინდო ისევ. ხო და ფანჯრებს ხელს აღარ ვდებ, არ ვიცი ხვალდაზე შეიძლება კიდევ წვიმა იყოს. ეხლა ყველა დღე და ყველა წუთში მაგასაც ვეღარ გავაკეთებ, კი, მიყვარს ისუფთავე და მინდა, მაგრამ ხვალ თუ წვიმა რა აზრი აქვს. ხო, ნახოთ. რაც იქნება, ის იქნება. რადგან დღეს მითხრეს რომ
დღეს კი არა გუშინ მითხეს. აღარ გვინდაო ცხელი საჭმელიო, ახლა გავაკეთო ცივი საჭმელი. მოვხარშავ კვერცხს. კვერს არა, 6 ცალი. დავადგა მოვხარშავ. იქნება ცივი საჭმელი. ხო, ეხლა მე მინდა გავაკეთო ბაჟეს სტილში. ჩვენსაც ივსაც უზახით და ბაჟესაც ვეძახით. ნიგოზი, ნიორი სამი კბილი, ცოტა ქინძი, ხმელი სუნელი, ზაფრანა და საცივი სუნელი. ცოტა მაიონეზი. გალინა ბლანკას წამოვადუღებ. მე ქათამიც მაქვს, მაგრამ ჩემთან ქათმიან საცივს ისი არ ჭამენ, როგორც ამას. თორემ ქათამი მაქვს გამზადებული, მოვხარშავ და უფრო მალე გავაკეთებდი, მაგრამ არა. ეს უფრო იჭმება და გიგა ამას ჭამს და ქათამ საერთოდ არა. ეხლა გალინა ბლანკას წამოვადუღებ სულ ცოტა წყალში და დანარჩენს ეტაპობრივად გაჩვენებთ. კვერცხი კი გაჩვენებთ ხარშავ. ნიგოზი გასუფთებული და გამზადებული მაქვს. ჩავაკრებ ბლენდერში. კვერცხი ადობდა და გადაუწურავ, რომ ცივი წყალი დავასხა. ეხლა მოიხარშოს. ჩავაჭრი ნიორს, ოდიშით, ჩავაჭრი რა, ასე, ჩავყრი. ქინძსაც ასეთი გაკეთებული ჩემთან ბევრად უფრო მოწონთ ვიდრე ჩვეულებრივი საცივი და ძალიან გებრიელად მიითმევი. ხმელი ქინძი ცოტა. ზაფრანაც ცოტა. აი ესეც მეტია. საცივი სუნელი 1 კოვზი. ძალიან ცოტა მაიონეზი. აი ჩვეულებრივად პირპილი და მარილი. ბევრს არ ჩავაყრი, რადგან გალინა ბლანკასაც აქვს და მერე გავსინჯავ. ამას დავასხავ ადუღებულს და გაცივებულს წვენს გალინა ბლანკიანს და კიდევ ცოტა წვენს აი ამდენზე და დავაბლენდერებ. გაჩვენებთ. პარალელურად მომიტანა საკამბოტე მასალა. ამირან ეს ქლიავია თუ ტყემალი თუ რა ქვია მას? აგი არის ალი ბუხარი. ალი ბუხარი. უნდა გავაკეთო.
პლუს ამას საცივი მაქვს დაწყებული. ხო და ამას ეს გავასუფთავებ და საღამოს უცებ ჩავყრი ბანკებში რა უნდა. ეგეც გასაკეთებელი მაქვს და კვერცხი მოიხარშა უკვე და ამოვიღებ ახლა. თავარია ეს გალინა ბლანკის წვენი და ადუღებული წყალი შეგრილდეს და საცივსაც უცებ დავაბლენდერებ. აი ამდენი ჩავასხი ახლა. ანადუღარი შეგრილებული წყალი და რა ქვია გალინა ბლანკი აი წყალი. ეს თასი გავამზადე რომ ამაში გადავასხავ. კვერცხიც გავარჩევ და ჩავაწყობ. ამირანიც მოვიდა ანკეთების დროს და მოიტანა მეთქი ის ალი ბუხარი თუ რაღაც მითხრა. სახელებს ვერ ვიმახსოვრებ საკამპუტე მასალას და სადილიც მივართვი, ჭამა ეხლა და დაიძინა და მე ეს მოვამთავრო რომ მე კამპოტის გარჩევა გასუფთავება და რასაც მოვასწრებ წასვლამდე 6-ე ხომ მიყვები, გავაკეთო და მე რომ მოვა გავაგრძელებ კამპოტის დამთავრებას და უკვე დავიხარე. ეხლა ამას დავაბლენდერებ და გაჩვენებთ. ძალიან გემრიელია. თხელი არ არის მეგობრებო, ჯერ ოდნავ თბილია და ეს კიდევ შესქელდება მაცივარში და ამიტომ ამაზე მეტ თხელს არ ვაკეთებ. ეხლა გავარჩევ კვერცხს და ჩავაწყობ და всё შევდგა მაცივარში. არაფრის დამატება არ დაჭირდა, ზუსტად ისეთია და გემრიელი ძალიან. ჩავაწყობ ახლა კვერცხს. მე აუარებელი ჭურჭელი დავრეცხე. აუარებელი. არ ვიცი ამდენი საიდან გროვდება მართლა. მე ხომ თვალის ზომით ვაკეთებ ყველაფერს და გასინჯვა არ მიყვარს. სია შევდგამ ახლა ამას ასე და მიგარისა. ეხლა დავიწყებ კამპოტის მასალის გასუფთავებას. ჭურჭელი დავრეცხე, ეს სახარია. მივალაგე, მაგრამ რამდენი ჭურჭელი მაქვს და სამშრალებელი ნახეთ, აუარებელი. არა უშავს მერე. ეხლა გავამზადო ეს. დღეს მართლა ყველა საქმე ერთად მოიყარა. და მეც რას ვგავარ უკვე გაწუწული. მაგრამ რას ვისამთ? ასე ხდება ზოგჯერ. ჯერ საათი არის 5, 1 საათი მაგდო. კარი დაახურო. ერთი საათი მაქვს დრო. ეს საათში ამას კი გავასუფთავებ, გავრეცხავ, კარგად, დავწურავ დუშკაზე და მე ადუღებულ წყალსაც გადავავლე ფერს და ბანკები ვეღარ მოვასწარი გამოტანა, თორემ იმასაც გავამზადებდი. დაეძინა ამირანს და ეხლა იქ ვეღარ შევა. რა ვიცი, მიახლოებით 5 ბანკა თუ გამოვა. ჩემთვის ასე ადვილია 5 ბანკა, თორემ ფერს ერთად მე შევძლებ. ხო, ეხლა ის 5 გავაკეთე, ეს მგონი 6, 11 და 5-იც რომ ეს გავაკეთო, 21 ბანკა. ჯერ აიქნა იმდენი რამეა კიდე გასაკეთებელი და საკმარისია. მასა კამპოტად ხომ არ მიქცევი. ხმაურობ ხომ? ბოდიშით ხმაურობ. ხო, ის რაც გავაკეთე ეს ბაჟე, ასე მაიონეზით, მართლა გემრიელია მეგობრებო. არ უნდა ბევრი სანელებელი არაფერი, ცოტ-ცოტა უნდა ყველაფერი და კი,
ჩვეულებრივ საცივსაც ვაკეთებ, ზეთიც გამოვყავს, ნიგვზით და სუნელებით. ბაჟესაც ვაკეთებ, ჩვეულებრივ როგორც კეთდება, მაგრამ ამასაც რომ ვაკეთებ, უფრო გემრიელად ჭამენ და ეხლა სახლისთვის ასე მირჩევნია. და მაგიტომაც თორემ ჩემმა დეშვილმა რომ ქათამი ჩამომიტანა, იმის ნახევარი კიდევ მაქვს, მხელა იყო რომ რა ვიცი მართლა მოხარშავდი და მშვენიერი გემრიელი წვენი გამოვიდოდა, მაგრამ რადგან ასე ურჩევნიათ იყოს ასე. ხორცი არ უნდათ, ქათმის ხორცი დასანახად არ უნდა. ისე ხორციც კატლეტს თუ შეჭამენ და 1000-ში ერთხელ სოუსში თუ გავაკეთებ ან რამე რა, მანდამაიც არა. და ვაკეთებ კიდე ფარშით მაკარონს და ამასაც ჭამენ და ასეთი მირჩენია გავაკეთო დღეს ხორციანი ჭნიანები და ეხლა ისედაც განმიცხადეს რომ არაო და არა და რასაც მithმევე ჯობია ის გავაკეთო. აი ლაპარაკშიც ეს გავასუფთავე უკვე. აუნდოდა ამის გასუფთავებას, ყუნწები ქონდა და ეგა გავრეცხავ ეხლა და მოვჭა. მერე ადვილია. გარეცხილია იქნება და გამზადებული, მერე რა გავიდა. ბევრი მაინც არა. ой. ეხლა არაფერი საქმე არ არის ის რაც მე გავაკეთე. 10 იმდენს აკეთებენ ქალები და მართლა კიდე დაღლას არ გრძნობენ, მაგრამ ყველას ჯანმრთელობა მიცეს ღმერთმა და არც არავისი არ მშურს და იმ გაგებით არ ვამბობ, იმას ვამბობ, რომ მე რომ არ შემიძლია, აი ჩემ ყველა ვიდეოში ასეთი ხმა ისმის, იმიტომ რომ არ შემიძლია ელემენტარულიც რომ ღლის ეს ქოშინი თავისთავად არის და მინდა იმ ვიდეოებში ამოუშალო, მაგრამ ვეღარ ამოშლი რომ იქ სიტყვები გრძელდება და აღარ გამოდის და ანუ ეს ქოშინიც ამის ბრალი არის და გამიგეთ. კარგით. ეხლა აქ საჩვენებელი აღარაფერი არ არის და მე კამპოტის გაკეთებას ცოტა ვიდეოს გაჩვენებთ, იმიტომ რომ უკვე ბევრჯერ გავაკეთე და იგივენაირად ვაკეთებ ამასაც. განსხვავებულს არაფერს. საღამომშვიდობის მეგობრებო, საათი 10-ია. ხო, 10-ია. წამალი დავლიო და მე ვაკეთებ კომპოტებს. 6 ბანკა გამოდის. გავამზადე თითქმის. ეხლა დეტალურად აღარ აგიხსნით, რადგან მაქვს ეს ბევრი ვიდეო ამისთვის გადაღებული და უბრალოდ გეტყვით რომ ვაკეთებ და ეგა გავამზადე უკვე ბანკები და სიროპიც თითქმისად უხდება და უცებ გავაკეთებ. ამიანი მიიწევს საცივს. როგორია? უნიკალური? ხედავ? ცივი საჭმელები უნდათ მეთქი, ხომ ხედავ? უნიკალურია. ცხელსაჭმელზე არ იტყვის ახლა მაგას. ახლა ცხელი მოგია. აღარ უნდა ცხელი საჭმელები. არა მართლა გემრიელია? კარგია. აი, შეგერგოს. მადლობა. ხო, მეგობრებო და ამას აღარ გაყურებინებთ ეხლა მოუხუფავ დღეს უფრო ლესბიანები აღარ მაქვს და მე მგონი ამით მომიწევს და ცოტა მწვალება მიწევს. მოუხუფავ და შევახვევ კარგად და ზეგი ავიღებ. დაგემშვიდობებით ამით მეგობრებო, ყველას მშვიდობიან ღამეს გისურვებთ. მოვალ ხვალეთ დილით. იმედია ღმერთისნებით. შვიდობიანი ღამე აბაკიდებ და კიდევ ერთხელ და ხვალამდე. გკოცნით ყველას.